მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. 11 წლიანი სწავლება, ბოლო კლასში უზრუნველყოფილი რეპეტიტორიუმი, სავალდებულო სასკოლო ფორმა. ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დამტკიცებულია. სკოლის დაწყებით საფეხურზე ის ითვალისწინებს კითხვის, წერისა და მათემატიკური აზროვნების საფუძვლების ჩამოყალიბებას. სკოლის საბაზო საფეხურზე კი, ანუ მე-7-მე-9 კლასებში სწორად უნდა გადანაწილდეს სასწავლო პროგრამის შინაარსი და ჭარბი აკადემიური დატვირთვა ჩანაცვლდება ინტერაქტიული სწავლებითა და მრავალფეროვანი გამოცდილების მიღებით, რამაც 9 წლის განმავლობაში სრულად უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური კომპეტენციების განვითარება. სკოლის საშუალო საფეხურზე მე-10-მე-11 კლასებში სასწავლო პროგრამები უკვე უნდა გახდეს მიზანმიმართული პროფილური სწავლების პრინციპზე დაფუძნებული და სინქრონიზებული აკადემიურ და პროფესიულ მოთხოვნებთან. რეფორმის ფარგლებში მე-11 კლასში უზრუნველყოფილი იქნება სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც მოსწავლეებს ეროვნული გამოცდებისთვის მიზანმიმართული და სისტემური მომზადების შესაძლებლობას მისცემს. სიახლე შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც მე-11 კლასს 2027-28 სასწავლო წელს დაასრულებენ. ამასთან კონცეფციის თანახმად მე-12 კლასის შესაძლებლობა ნებაყოფლობითი იქნება და წარიმართება წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. ეროვნული კონცეფციის თანახმად განხორციელდება სასკოლო სახელმძღვანელოების ძირეული გადახედვა და ისინი იქნება მუდმივად განახლებადი და მოქნილი. ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ შეიქმნება მასწავლებლის პროფესიული განვითარების მოდელი. შედეგად სახელმწიფოს ექნება ზუსტი პროგნოზი თუ რომელ რეგიონს, რომელ საგანში და რა რაოდენობის მასწავლებელი დასჭირდება მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში. ცვლილებები იქნება დაფინანსების მხრივაც. ტექსტში ნათქვამია, რომ სკოლები ამჟამად ვაუჩერულ დაფინანსებას მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით იღებენ, რაც პრაქტიკაში სრულფასოვნად არ ასახავს სკოლის რეალურ საჭიროებებს. ცვლილება შეეხება მოსწავლეებისთვის მობილური ტელეფონების გამოყენების წესს, გაიზრდება მანდატურების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობა. სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის. აქვე აღნიშნულია, რომ ინკლუზიური განათლება იქნება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის განუყოფელი ნაწილი და რომ კომპეტენცია იქნება არა მხოლოდ სპეციალურ, არამედ თითოეული საგნის მასწავლებელს. განათლების რეფორმის ეროვნულ კონცეფციას ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს. შეწყალებული 59 პატიმარი ნინობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა მორგის შეწყალების აქტს ხელი მოაწერა. ის 57 მსჯავრდებულს შეეხო, 2 პირს კი ნასამართლეობა მოეხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ ღამით გაავრცელა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს, ასევე სახელმწიფო ინტერესს, წერია ტექსტში. სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო დაკავებულ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წაუყენონ. გამოძიების ინფორმაციით ილია ღუდუშაურის აყვანა სასწრაფო დახმარების მანქანების შესყიდვაზე 2022-23 წლების გამოცხადებულ ტენდერსა და მის უკანონოდ შეწყვეტას უკავშირდება. მტკიცებულებების გაცნობამდე დაკავებული უფლებების დამცველი საქმის კონკრეტულ დეტალებზე ვერ საუბრობს. ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მაშინდელი მინისტრის ზურაბ აზარაშვილის მოადგილე იყო. ის 2022 წლიდან 24 წლის მარტამდე უწყებაში საფინანსო ეკონომიკურ მიმართულებას ხელმძღვანელობდა. კონკრეტულად საქმესთან დაკავშირებით დეტალები არ გაგვივლია, რადგან არ ვიცით დეტალურად რას ედავებიან მას, საქმის მასალები არ გადმოგცემია. რაც შეეხება იმას თუ რატომ მოხდა მის დაკავება ვერ გეტყვით, იყო გამოძახებული საგამოძიებო ორგანოში და გამოძახების მერე დააკავეს. აქედან გამომდინარე უკვე საფუძველი უნდა გავიგოთ საქმის მასალების გადმოცემის შემდეგ. მაშინ შემეძლება უკვე დეტალურად საუბარი ამ ყველაფერს. ტენდერში მონაწილეობა მიიღო 3 კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი 8.525.876 ლარი შესთავაზა. აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის იღუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით. 2023 წლის 10 მაისს მისი მითითებით გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს. წინასწარ შეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2.118.196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
თბანიში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია 56 წლის მამაკაცი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა და დანაშაული აღიარა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა თბანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცივი არაღის გამოყენებით 43 წლის მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული თავად შეეცადა დაჭრილი კლინიკაში გადაეყვანა, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად ის გარდაიცვალა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოლდოვის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მეორე დღეა ქართველი პოლიტიკოსების შეფასებების თემა. სტრასბურგში მაია სანდუმ რუსეთის ჰიბრიდულ ოპერაციებზე ისაუბრა, შეეხო საქართველოსაც და განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოს საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა. მართლ გუნდში ამბობენ, რომ სანდუსგან მსგავსი ტექსტები მოულოდნელი არ ყოფილა, ისინი მოლდოვის პირველ პირს მის ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობას ახსენებენ და ამბობენ, რომ პოლიტიკოს, რომელიც მზად არის საკუთარ ქვეყანას დამოუკიდებლობა წაართვას და რუმინეთს მიუერთოს, საქართველოზე მსგავს კონტექსტში საუბრის არანაირი მორალური უფლება არ აქვს. ეს არის ადამიანი, რომელიც არ იშურებდა, რომ როგორღაც ცეცხლზე ნავთი დაესხა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და ყოველთვის გვევლინებოდა შიდა არეულობის მომხრედ და უფრო მეტიც. მან პირიქით 4 ოქტომბერს გაამხნევა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ჩართული ადამიანები. მაია სანდუს კეთილსინდისიერებაში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებში ნამდვილად ეჭვი გვეპარება, თუმცა უკვე ეჭვი აღარ გვეპარება მის საკუთარ ქვეყანასთან დამოკიდებულებაში ის ადამიანი, რომელიც მზად არის თავისი ქვეყანა გააუქმოს და შეიყვანოს სხვა ქვეყნის შემადგენლობაში, ალბათ ვერასდროს ვერ იქნება ქართველებისთვის მისაბაძი, ან მისი მოსაზრება ვერასდროს ვერ იქნება გასათვალისწინებელი. ნაკლებად მნიშვნელოვანი არის ქალბატონის სანდუს მოსაზრებები ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, რა თქმა უნდა, მას არანაირი წონა არ გააჩნია ადამიანი, რომელიც მზად არის რომ დათმოს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, თავისი ხალხის იდენტობა, ნუ დაგვაუწყდება თუ რა სიტუაცია არის მოლდოვაში, არ არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები, ქვეყანა იხჭობა კორუფციაში, არ არსებობს ოპოზიციური მედია საშუალება, არ არსებობს ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიები, გააუქმეს პირდაპირ არჩევნების წინ და შესაბამისად ამ ვითარებაში, როდესაც იმყოფება ქვეყანა, ჯობია რომ ქალბატონმა სანდუმ მოლდოვას მიხედოს. ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილმა და ჭოუციენმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ყურადღება გამახვილდა საქართველოს ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ურთიერთობების დადებით დინამიკაზე. აღინიშნა შუა და ერეფნის მნიშვნელობა და მისი განვითარების პერსპექტივები. მხარებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა. წერია უწყების მიერ გავრცელებულ ტექსტში. 5 ადამიანი დაიღუპა ხარკოვის ოლქში სამგზავრო მატარებელზე ოკუპანტების იერიშის შედეგად. რუსებმა სარკინიგზო შემადგენლობა, სადაც 160-მდე მგზავრი იმყოფებოდა, გუშინ დღის ბოლოს შეუდიეს. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტმა გაუმართლებელი ქმედება უწოდა და განაცხადა, რომ მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოქალაქეების განადგურებას არავითარი სამხედრო მიზანი არ აქვს და არ შეიძლება კონდეს. ამ ყველაფრის ფონზე უკრაინაში სულ უფრო მწვავდება ენერგოკრიზისი. მხოლოდ კიევში ამ მომენტისთვის ელექტროენერგიის გარეშე 710,000 აბონენტია დარჩენილი და ეს მაშინ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა ქალაქში -10 გრადუსზე უფრო ქვევით ჩამოდის. გამოცემა ევროპეისკაია პრავდას ცნობით, გამწვავებული ვითარების ფონზე ზელენსკი მზად არის ორი საკვანძო საკითხის გადასაჭრელად პუტინს შეხვდეს. საუბარია ტერიტორიებსა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის კონტროლზე. ომის დასრულების კუთხით იმედის მომცემ, თუმცა ბუნდოვან განცხადებას აკეთებს დონალდ ტრამპი. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით ძალიან კარგი ამბები ხდება. ჟურნალისტების მცდელობის მიუხედავად, მეტი დეტალი ტრამპმა არ დააკონკრეტა. სლოვაკეთის შეერთებული შტატების მშვიდობის საბჭოში არ გაწევრიანდება ინფორმაციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ავრცელებს. რობერტ ფიცოს თქმით, ის ახალი ინსტიტუციების შექმნის აზრს ვერ ხედავს, მით უმეტეს თუ ის გაეროს მსგავსია. ითქვა ისიც, რომ სლოვაკეთი კონცენტრირებულია გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის სტატუსის მოპოვებაზე.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სასაკის 13 წლამდე შემცირებას გეგმავს შვედეთი. ამის მიზეზად ქვეყნის იუსტიციის მინისტრი შვედეთში შექმნილ საგანგებო სიტუაციას და იმ ბანდებს ასახელებს, რომლებიც ხშირად ძალადობრივი დანაშაულების ჩასადენად არასრულწლოვნებს იყენებენ. უწყების პირველი პირი განმარტავს, რომ ცვლილება დამტკიცების შემთხვევაში ყველაზე მძიმე დანაშაულებს შეეხება და ძალაში მიმდინარე წლის ზაფხულში შევა. ამჟამად შვედეთში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი 15 წელია. დღეს ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.gi შეგიძლიათ. კურიერი 9-ზე ამით დასრულებულია. მე 10-ზე ისევ დაგებრუნდებით.